97 მომხრე 0 წინააღმდეგი დადგენილება მიღებულია. მეგობარი აქტის საპასუხოდ ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მომზადებული სპეციალური განცხადება ივანიშვილის დეპუტატებმა დღეს მიიღეს. 11 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეგობარი აქტი მტრული აქტია საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. თუ ოცნების პარლამენტს დავუჯერებთ, დოკუმენტი არაერთ სრულ ინფორმაციას მოიცავს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის, ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვისა და ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირების გაძლიერების შესახებ. მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც დიპ სტეიტის მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა. 2.5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა, ხოლო 10-ჯერ მათი სიკვდილიანობა. ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო უმაღლესი ხარისხის პლურალიზმით. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე სრულად ექვემდებარებოდა დიპ სტეიტის მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ კონტროლს. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმართება. ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი. 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განისაზღვრა. 2022 წლის მარტშიც მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა მას და ქართველ ხალხს იმავე წლის ივნისში სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვა თუ არა. ქართული ოცნების პარლამენტი განცხადებაში ასევე ამტკიცებს, რომ ბრალდებები ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირების შესახებ საფუძველს მოკლებულია. ტექსტში ვკითხულობთ, რომ მსგავსი ბრალდებების უკან ეგრეთ წოდებული დიპ სტეიტი დგას, რომელიც ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის არგახსნის გამოსჯის. განცხადების ბოლოს ოცნების პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ეგრეთ წოდებული დიპ სტეიტის გავლენების შემცირებას შეძლებს, რითაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი დაიწყება. ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოსადმი დიპ სტეიტის უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახები. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იმის ნაცვლად, რომ დიპ სტეიტისგან დამოუკიდებლად მოქმედებდეს და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას თხოვდეს, პირიქით მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს. საბედნიეროდ ამგვარ აბსურდულ გადაწყვეტილებებზე ქართულ ხალხს ადეკვატური რეაქცია აქვს უკვე. დიდი ხანია ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. საქართველოს პარლამენტის შეფასებით ქვეყნისადმი უხეშ უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს. დიპ სტეიტმა საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა დიპ სტეიტის წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. დღევანდელი განცხადებით ოცნების პარლამენტი მეგობარ აქტს გამოეხმაურა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვალდებული იქნება სანქციები დაუწესოს ოცნების ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მნიშვნელოვან კორუფციაში, ძალადობაში, დაშინების კამპანიასა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირების პროცესში იყვნენ ან არიან ჩართული. სანქციები მოიცავს ყველანაირი საკუთრების დაბლოკვას, ვიზის მიღების, ქვეყანაში შესვლისა და პატიების უფლების ჩამორთმევას, ასევე არსებული ვიზების გაუქმებასა და სადამსჯელო ღონისძიებებს სანქციების გვერდის ავლის მცდელობის შემთხვევაში.